კართაგენის ისტორია იწყება ძველი წელთაღრიცხვით 814 წელს, როდესაც ფინიკიელი პრინცესა დიდო საკუთარ ძმას, ტვიროსის დღევანდელი ლიბანის მეფეს გამოიქცა, რომელმაც მემკვიდრეობა ძალით ჩაიგდო ხელში და ტირანი გახდა. ხმელთაშუა ზღვაში ხანგრძლივი ნავიგაციის შემდეგ დიდოს ფლოტი ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროს მიადგა, დღევანდელი ტუნისის. აქ ცხოვრობდნენ ადგილობრივი ლიბიური ტომები, რომლებსაც მეფე იარბასი მართავდა. დიდოს სჭირდებოდა უსაფრთხო ნავსადგური თავისი ხალხისთვის, მაგრამ იარბას არ სურდა უცხოელებისთვის დიდი ტერიტორიის დათმობა. დიდომ იარბას თხოვა, მომეცით მხოლოდ იმდენი მიწა, რამდენსაც ერთი ხარის ტყავი დაიფარავს. მეფეს გაეცინა ეგონა, რომ ეს იყო სასაცილოდ მცირე ფართობი და დასთანხმდა. დიდომ აიღო უზარმაზარი ხარის ტყავი და ის კი არ დააფინა, არამედ უწვრილეს. ძაფისებრ ზოლება დაჭრა. ამ გრძელი ზოლების ერთმანეთზე გადაბმით მან მიიღო ძალიან გრძელი თოკი. ამ ბორცვზე აშენდა კართაგენის ციტადელი, რომელსაც ეწოდა ბირსა, რაც ბერძნულად ტყავს ნიშნავს. პატარა კოლონია სულ მალე იქცა ანტიკური სამყაროს უმდიდრეს სავაჭრო ცენტრად.